იდეა წამოვიდა ჩვენი შრომიდან გამომდინარე. საქართველოში თითქმის შეუძლებელი იყო ეკოლოგიურად სუფთა ავეჯის და სათამაშოების პოვნა, რადგან მხოლოდ იმპორტირებული ჩინური სათამაშო და ავეჯი შემოდიოდა საქართველოში. 2019 წელს გაჩნდა ეს იდეა, გავხსენით სახელოსნო 2020 წლის დასაწყისში, თუმცა მაშინ პანდემია დაკონთხვა და საკმაოდ რთული იყო ფეხში მოჭიდება ბაზარზე, მაგრამ არ დავნებდით 2020 წლის აგვისტოში შუა პანდემიის პერიოდში, სანამ მეორე ჩაკეტვა მოხდებოდა, სწორედ მაშინ დავიწყე წარმოება. საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა თავიდანვე. ჩვენი მთავარი მიმართულება იყო, რომ გვაწარმოებინა ფსიქოლოგების მეთოდოლოგიის მიხედვით შექმნილი ავეჯი. ეს იყო მონტესორი, ვალდორფი, პიკლერი. საქართველოს ძალიან უცხო იყო და დინომ ძალიან დიდი როლი ითამაშა მშრალობის ცნობადობის ამაღლებაში. თავიდან მხოლოდ თბილისს ვიცავდით, მაგრამ ძალიან მალევე უკვე საქართველოს მთელი მასშტაბით დაინტერესდა მოსახლეობა და მის მერე უკვე ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან ბევრი სახის ავეჯს, მრავალფეროვან ავეჯს, შემდეგ შემოგვემატა ასევე გარე ატრაქციონები, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ გახსნის დღიდან ევროპის სტანდარტებზე ვმუშაობთ, სწორედ მათ სტანდარტების მიხედვით მზადდება ჩვენ სახელოსნოში თითოეული ავეჯი და სათამაშო. ავეჯში ვდებთ სხვადასხვა ტიპის განმავითარებელ აქტივობას. ეს არის წვრილი მოტორიკისთვის, მსხვილი მოტორიკისთვის, კუნთების ვარჯიშისთვის, სენსორული უნარების განვითარებისთვის. ძირითადი დატვირთვა ამ მიმართულებით აქვს, რადგან ბავშვის ნერვული სისტემა იყოს სწორად განვითარებული, ფიზიკური შესაძლებლობა უფრო მეტი ჰქონდეს ვარჯიშის დამსახურებით და ჩვენ თითოეულ ავეჯში ვცდილობთ, რომ არ იყოს მხოლოდ ერთფეროვანი და იყოს მრავალფუნქციური ავეჯი, რითაც ბავშვები შეძლებენ განვითარებას. ამერიკა დინოსთვის და ჩემი პიროვნული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი როლი აქვს მოთამაშეები. ჩემი და ამერიკის ურთიერთობა USAID-დან დაიწყო, როგორც ალბათ ყველა ქართველი მეწარმის მეგობრობა იწყება ამერიკასთან. პირველი პროექტი იყო USAID-ის Georgia, შემდეგ უკვე უსაფრთხოების პროგრამა, ესეც USAID-ის მიმართულებით. ბოლო პროექტი, რაც იყო და რაც ჩემთვის პიროვნული განვითარებისთვის ყველაზე დიდი როლი ითამაშა, ეს იყო ღია სამყაროს პროგრამა, რომლის დელეგატადაც ვიყავი წარდგენილი ამერიკაში და 10 დღე მოგზაურობდი ვაშინგტონსა და კანზასის შტატში. ჩემთვის ეს გამოცდილება საკმაოდ დიდი იყო. გავიცანი ადგილობრივი კულტურა, როგორც სტუმარმასპინძლობის, ასევე მეწარმეობის მიმართულებით, რამდენად შეუპოვარი ხალხი ცხოვრობს, რამდენად ძლიერი ხალხი ცხოვრობს და მათი ეს დამოკიდებულება ზოგადად ბიზნესის მიმართ ჩემთვის პიროვნული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამერიკაში რომ მოგზაურობისას ძალიან ბევრი იდეა დაიბადა და დღეს უკვე ფაქტიურად მე შევძალი რომ ეს იდეები განხორციელებინა და სწორედ მათი დამსახურება, რომ დღეშუა დინო აკადემიამ არსებობა დაიწყო, მათ უფრო სტიმული მომცეს, რომ ეს აკადემია ნამდვილად გაამართლება საქართველოში და ამ აკადემიას დიდი განვითარება აქვს, რადგან იქ სწორედ ვნახე ესეთი ჰაბები, სადაც მეწარმეებს აქვს საშუალება, რომ მივიდნენ და თავიანთი სტარტაპ იდეა განახორციელონ ქმედებაში. სწორედ ამას ვაპირებ და ვგეგმავ ჩემს პარტნიორთან ერთად და ვფიქრობ, რომ ჩემი ამერიკული გამოცდილება საქართველოს დიდ ფარს დაუჭერს.
დინო აკადემია სულ რაღაც ერთი კვირა არაც გავხსენით, თუმცა იდეა დიდი ხნის უკან დაიბადა. ეს იყო გამომდინარე, რა თქმა უნდა, დინო სახელოსნოდან. ჩვენ უამრავი ნარჩენები ვრჩება სახელოსნოში და გვინდოდა რომ ეს ნარჩენი სწორად გომართა რომ გარემო დაბინძურებულიყო. ამიტომ თითოეულ გამოფენაზე ჩვენ ვცდილობდით ნარჩენებისგან შეგვექმნა სხვადასხვა ზომის და ფორმის სათამაშოები, სადაც ბავშვები კავდებოდნენ ვორქშოპით, ასეთ თავებდნენ, აზუმფარებდნენ ქვიშის ქაღალდით ხეს და შემდეგ უკვე მოხატვით კავდებოდნენ. საკმაოდ დიდი გამოხმაურება იყო მომხმარებლისგან და ჩვენ სტენდთან თითქმის ბავშვები არ ილეოდნენ. ამიტომ აქედან გაჩნდა იდეა, რომ უკვე ფიზიკური სივრცე გაკეთებული იყო, სადაც ბავშვი შეძლებდა, რომ თავისი პატარა თითებით შეექმნა მისთვის სათამაშო. დინო არის პირველი მომწოდებელი ნედლეულის მიმართულებით და ნარჩენების მიმართულებით, თუმცა მხოლოდ ხის მიმართულება არ აქვს დინო აკადემიას. ჩემი პარტნიორი უკვე დინო აკადემიაში გახლავთ მარიამ მაისურაძე, ერთად დავაფუძნეთ, ჩვენი იდეა ერთად განვახორციელეთ. ჩვენი აკადემია მდებარეობს წვანის სკოლის ტერიტორიაზე, სადაც მას ვინძლობთ როგორც წვანის სკოლის მოსწავლეებს, ასევე სხვა კერძო სკოლის მოსწავლეებს და საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ასევე არ ვეუბნებით უარს უფროს ადამიანებს, თუ მშობლებს სურთ ბავშვებთან ერთად აკადემიაში მოსვლა და ბავშვთან ერთად რაიმე სახის ნივთის შექმნა, ჩვენ მზად ვართ, რომ გუმასპინძლოთ მათ და ერთად ჩავერთოთ დიდ ვორქშოპში. ჩემ ბიზნესთან გამოცდილება თითქმის არ არსებობდა, როდესაც წარმოება დავიწყე, როდესაც ბიზნესი დავიწყე, საერთოდ არ ვიცოდი რა იყო ბიზნესი და მით უმეტეს საერთოდ არ ვიცოდი რა იყო წარმოება, თუმცა მიზანი მქონდა ერთი, რომ საქართველოში ყოფილიყო ქართული წარმოების პროდუქტი, ეს დიდ მოტივაციას მაძლევდა ყოველთვის, რომ შემექმნა მხოლოდ ქართული და ჩემი თავიდანვე ბიზნეს დაწყების ეტაპიდანვე ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ჩემი ქართული წარმოების პროდუქტი ექსპორტზე გასული და პირველი ბაზარი იყო ეს ევროპა და ჩვენ უკვე წელს მეორედ მივიღეთ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობა, სადაც 2800-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა და მათ შორის იყო ერთ-ერთი დინო. ჩვენ დაახლოებით 80-მდე კონტაქტი გვაქვს წამოღებული ამ 2 წლის განმავლობაში და დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ჩვენი პროდუქცია გავიდეს ექსპორტზე. დონორმა ორგანიზაციებმა დამანახეს, რომ ვარ ქალი მეწარმე, დავისახო სწორი მიზნები და გავაგრძელო გზა წინ სწორად და მივიდე მიზნებამდე, სწორედ მათი დამსახურება ჩემი ეს ძალისხმევა, ჩემი ეს თითოეული ნაბიჯი, რასაც დინოში და დინო აკადემიაში ვახორციელებდი.